მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს ამ უმშვენიერი სინასტით ვნახავთ ჩვენ საჯარო გაშლას თემით თუ რაში არის თქვენი ძალა. ნახოთ აბა, ყოველ ჩვენგანს გააჩნია თავისი ინდივიდუალური შინაგანი ძალა და ნახოთ ცხოვრების ამ ეტაპზე რაში არის თქვენი მთავარი ძალა. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი. ცოტა დიდი დასტა არის და ამიტომ ასე მიწევს აჩეხვა. და ნახოთ აბა რაში არის თქვენი ძალა. რაში არის პირველი ვარიანტის ძალა და რაში არის მეორე ვარიანტის ძალა. ქვები, პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს და მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით. თუ გჭირდებათ დააპაუზეთ კიდევაც, თუ თქვენ გიჭირთ ვარიანტის არჩევა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაუსვათ საკუთარ თავს კონკრეტულად ეს შეკითხვა, თუ რაში არის ჩემი ძალა და რომელი არკანიც პირველი მიიქცევს თქვენს ყურადღებას, იქ არის თქვენი პასუხიც, ან რომელი ქვაც. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, ეს პოსტი და პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. ფიქრობ უკვე გააკეთებდა ყველა თავის არჩევანს, ვინც არა იმათ შეგიძლიათ რომ დააპაუზოთ. ვიწყებთ პირველი ვარიანტიდან, რაში არის თქვენი შინაგანი ძალა. და ამოვიდა კვერთხების სექვსიანი. მეგობრებო, არ ვიცი, რამდენად კარგად ჩანს, იმიტომ რომ ცოტა ბრჭყვიალა არკანები გახლავთ. კვერთხების სექვსიანი, ამ შემთხვევაში იცით რას ვხედავთ, თქვენ ირგვლივ მყოფებს ადამიანებს ხშირ შემთხვევაში აძლევთ რაღაც მოტივაციას, რაღაც სტიმულს, გამარჯვების მოტივაციას. ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს ქართველებს, მუღამი. ადამიანებს აძლევთ მუღამს, მოტივაციას და პლუს ამასთან ერთად კონკრეტულად ამ არკანში ვხედავ იმას, რომ თქვენ თავადაც ხართ ესეთი წარმატების, ფორტუნის, გარკვეული იღბლის მატარებელი. დიახ, რომც თქვენ ამას ვერ ამჩნევდეთ, თქვენ ხართ აქ იღბლის მატარებელი ადამიანი. ახლა კი დაფიქრდით, მესმის ახლა ძალიან ბევრი თქვენგანი ალბათ დაიწყებს იმის საუბარს, რომ ვიქტორია რა სისულელე არის, ჩემს ცხოვრებაში ამდენი ცუდი რაღაც ხდება, ამაში არ მიმართლებს, იმაში არ მიმართლებს, ეს ცუდად არის, ის ცუდად არის ჩემს რეალობაშიო, მაგრამ დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რა არის კარგად თქვენს რეალობაში. თუნდაც ის რომ წვდომა გაქვთ ინტერნეტთან, ხომ? ესეც ხომ უკვე კარგი არის. ჩვენ ადამიანები ძალიან ხშირად რაღაც კარგს ვეჩვევით, რაღაც კარგს უკაცრავად ასეთი გამოთქმისთვის, მაგრამ ფეხებზე ვიკიდებთ, ხო? მაგრამ მეგობრებო, პირველი ვარიანტი ვინც არჩიეთ, თქვენი ძალა არის იმაში, რომ თქვენ ფორტუნა მუდმივად თან დაყვებათ. მესმის, ახლა შეიძლება და გავიწყდათ გარკვეული სიტუაციების გამო, მაგრამ იცოდეთ, ფორტუნა თქვენ თან დაყვებათ, წარმატება და იღბალი თქვენ თან დაყვებათ. და გარდა ამისა, თქვენ ძალიან მარტივად უზიარებთ ადამიანებს თქვენს იღბალსა და წარმატებას. ეს იმას ანიშნავს, რომ თქვენ გერთმევათ ენერგია, თუმცა რა თქმა უნდა, სიფრთხილე არის აქ საჭირო გარკვეულწილად, ხო? მაგრამ თავარი რაც არის, ეს არის ის, რომ თქვენ ადამიანებს ყოველთვის აძლევთ მოტივაციას და შინაგან ძალას. როდესაც ადამიანი დანებდება, როდესაც ადამიანი თავს გრძნობს უენერგიოდ, უიმედოდ, გონია რომ უკვე აღარაფერი ეშველება მის სიტუაციას, ზუსტად მაშინ ჩნდებით თქვენ მის რეალობაში და ასეთი მარშველივით ეხმარებით მას. ხვდებით, ხო? დავამატოთ არკანები და ვნახოთ, თუმცა მაშველის კომპლექსიც შეიძლება აქ გქონდეს ზოგ თქვენგანს, რაც დიდად კარგი არ არის, რა თქმა უნდა. დავამატოთ კიდევ ერთი არკანი და ვნახოთ, რაში არის პირველი ვარიანტის ძალა. არკანი თასების ოთხიანი. ნახეთ, თასების ოთხიანიც, ვინც არის ის კლასიკურ დასტაში როგორ არის გამოსახული. ახსნი, ადამიანი ზის სამ თასთან უკაცრავად და მეოთხე თასს აძლევს სამყარო. და კონკრეტულად ამ დასტაში რა თქმა უნდა ცოტა სხვანაირად არის გამოსახული, მაგრამ ისევ იგივე. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ორატორული ნიჭი, თქვენ შეგიძლიათ ადამიანებს მისცეთ მოტივაცია გავიმეორებ და ამას ძალიან კარგად აკეთებთ, განსაკუთრებით თქვენს რაღაც სფეროში. თქვენ
თქვენ გაქვთ იმის ნიჭი, რომ გაჩნდეთ ადამიანებთან მაშინ, როდესაც ადამიანის ირგვლივ არის სრული უიმედობა, სრული ქაოსი, როდესაც ადამიანს ავიწყდება, რისთვის უნდა იყოს თავის რეალობაში მადლიერი და ზუსტად მაშინ ჩნდებით, შეახსენებთ და აძლევთ რაღაც ახალ სტიმულს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და მოდით ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტთან რა ხდება? მეორე ვარიანტი არკანი ხმლების ორიანი. თქვენი ძალა ცხოვრების ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არის იმაში, რომ თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, ვის რა სახის ინფორმაცია შეიძლება გაუზიაროთ და ვის არ შეიძლება რომ გაუზიაროთ. თქვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თითქოს ძალიან კარგად გაფილტრეთ თქვენი ირგვლივ მყოფები. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან კარგად მიხვდით, ვის რა დოზით უნდა ენდოთ, ან ვის რაში უნდა ენდოთ, ხო? იმიტომ რომ იცით, ადამიანი შეიძლება ზოგადად არ იყოს სანდო, ან ზოგადად იყოს სანდო, მაგრამ ასევე შეიძლება ადამიანი რაღაც კონკრეტულ ასპექტში კი ბატონო იყოს სანდო, მაგრამ აი სხვა რაღაცეებში საერთოდ არა, ხო? ვფიქრობ ამაში არავინ არ შემედავება. და მეორე ვარიანტი, თქვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ამას ძალიან კარგად ხედავთ და თქვენი შინაგანი ძალა არის ზუსტადაც რომ ამ სიჩუმეში. თქვენ არა მხოლოდ იცით, ვის უნდა ენდოთ, რა დოზით, რაში და რაში არა, არამედ თქვენ ისიც იცით, რაში უნდა იყოთ ჩუმად და რაში არა. იცით, სიჩუმე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი წარმატებისთვის, ჩვენი ასევე მაგიური ცნობიერისთვისაც და ნახეთ, ჩვენ ადამიანებს ძალიან გვიყვარს ჩვენი რაღაც გეგმების, სურვილების გაზიარება, რაც თლაც სწორი არ არის. რა თქმა უნდა, როდესაც კონკრეტული ადამიანი უნდა იყოს ჩართული ჩვენს გეგმაში, ან კონკრეტული ადამიანი უნდა გვეხმარებოდეს ამ შემთხვევებზე, არ მაქვს საუბარი, ან ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ადამიანი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი და თქვენ მისი დახმარება გჭირდებათ გეგმაში, ხომ? მაგრამ აი ადამიანებისგან ხშირად მოდის ავი თვალი, ბევრად უფრო მეტი შურიანი ადამიანი არის ჩვენს ირგვლივ, ვიდრე ჩვენ გვგონია ხშირ შემთხვევაში და პლუს ამასთან ერთად ადამიანისგან ავი თვალი შეიძლება მოდიოდეს გაუაზრებლად. და თქვენ ამას შეიძლება საკუთარ თავთან ბოლომდე ვერ ხსნიდეთ, მაგრამ ძალიან კარგად ხვდებით ამას ენერგეტიკულ დონეზე. და თქვენი ძალა არის ზუსტადაც ამ სიჩუმეში. თქვენი ინტუიცია ძალიან კარგად და მკვეთრად გეუბნებათ, როდის უნდა გაჩუმდეთ და ამ კუთხით უძლიერესი ინტუიცია გაქვთ. მოდით დავამატოთ კიდევ ერთი არკანი, რაში არის თქვენი ძალა, მეორე ვარიანტი. რაში არის თქვენი ძალა? რაში არის თქვენი ძალა? არკანი ძალა. თუ მე აქ მიყურებენ კოლეგები, მეგობრებო, თქვენში არის ძალიან ძლავრი მაგიური ძალა, სიტყვის ძალა გაქვთ ძალიან ძლიერი, იმიტომ რომ ხმლები და თავად არკანი ძალა, უფროსი არკანი. თქვენ თავად ენერგეტიკა, თავად აურა, თქვენი ჟესტიკულაცია, თქვენი ხმა, თქვენი ინტონაცია, თქვენი სადღაც გარეგნობა და იმიჯი, ამ ყველაფერს გააჩნია ძალა. განსაკუთრებით ყველაზე მეტად გააჩნია ძალა თქვენს სიტყვებს. თუ თქვენ ადამიანებს რაღაცას ასწავლით, იცოდეთ რომ თქვენი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუ მე მიყურებენ კოლეგები, მაგები, ტაროლოგები, ეზოთერიკოსები, თქვენთვის ისედაც ყველაფერი გასაგები არის, თქვენი ძალა არის თქვენ სიტყვებში, იმაში, რასაც თქვენ ასწავლით ადამიანებს, ხომ? მაგრამ ასევე თქვენი ძალა არის იმაშიც, რომ თქვენი მაგია არის ძალიან ძლიერი. რა თქმა უნდა, ვინც ამ სფეროშიც მოღვაწეობს. ხოლო მათთვის, ვინც ამ სფეროში არ მოღვაწეობს, ჩემი არაკოლეგებისთვის ვიტყოდი იმას, რომ ზოგადად გაქვთ ძალიან ძლავრი მაგიური აურა, ასე ვთქვათ, არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მაგი ხართ, ეზოთერიკოსი ხართ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ძალიან სიღრმისეული სფერო არის, პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ აი თვითონ თქვენი ენერგეტიკა არის ძალიან მიმზიდველი და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება დიდად არ გაინტერესებდეთ არც ოკულტიზმი, არც მაგია და არც არაფერი ასეთი, იცოდეთ, რომ თქვენს სიტყვებს ძალიან დიდი ზეგავლენა და ძალა აქვს. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.